ვიწყებთ ლევან ჟორჟოლიანთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შემოგვერთება პირდაპირ ეთერში სტიქიის ზონიდან, სადაც ისევ გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოების. აღმშვიდობის ბატონ ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. როგორ შეაფასებდით და შეაჯამებდით ვითარებას დღეს ბოლოს, რა ხდება ადგილზე? მოგესალმებით ნათია, მადლობა მოწვევისთვის. გურიაში, როგორც ხედავთ, მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესებული არის, აღარ თოვს, რაც რასაკვირველია აადვილებს მუშაობას. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩაერთო ვერტფრენი დღეიდან. მანამდე არანაირი ხილვადობა არ იყო რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შესაბამისად ვერტფრენის გამოყენება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ცენტრალური მისასვლელი გზები, მაგისტრალები შეგვიძლია დავარქვათ, სრულად განწმენდილი იქნება დღის ბოლოს. ასევე ჩვენ მისულები ვართ ყველა სოფელთან და ვცდილობთ, რომ სოფლის ცენტრში მივიდეთ. ძალიან ბევრ სოფელში ვართ სოფლის ცენტრამდე მისულები, სადაც ეწყობა შესაბამისი მინი-ჰაბები, პატარა ბაზები შეიძლება ითქვას, სადაც ხდება ბაზირება სურსათის, მედიკამენტების, ასევე ჩართულები არიან იქვე სოფლის ექიმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მედიკამენტების გაცემას მერის წარმომადგენლებისთვის, რომელიც შემდეგ მიაწვდიან თვითონ მოსახლეობას, თვითონ მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ თავად მივიდეს ამ პუნქტამდე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ აქტიურად ასევე გრძელდება გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენთვის პრიორიტეტად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რჩება ელექტრომომარაგების აღდგენა. ეხლა ყოველწუთიერ რეჟიმში მაძლევენ ინფორმაციას, რომ სოფლები ნელ-ნელა ირთვება. გუშინ მქონდა ძალიან კარგი დინამიკა. ფაქტობრივად, ესე იგი 35,000 გათიშული აბონენტიდან დღის დასაწყისში გუშინ მქონდა 24,000-ზე მეტი ჩართული, ბოლოს დაემატა 4,800 და დღეს 7 საათზე მოვისმენს შტაბი ასევე მიმდინარე დღის შედეგებს. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, ასევე ჩვენ ენერგოპროს ვეხმარებით, შესაბამისი დრონებით, აბსოლუტურად ყველა დაზიანებას ვნახულობთ დრონებით, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროსი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მთის ტრასების, მოკლედ ყველა ორგანო და ყველა უწყება არის ჩართული ამ მიმართულებით და ასევე სადაც ვერ ხერხდება ფიზიკურად, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ხაზები, რომლებიც არის აობს უღრან ტყეში და გაუკვალავ თოლში, იქ ბურანებით ხდება მისვლა, თოლმავლებით ხდება მისვლა, ასევე მოსახლეობასთან სადაც ძალიან მაღალი არის, თორსა 3-4 მეტრი არის თოვლის სიმაღლე, ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ ბურანებს, თოლმავლებს. მინდა უთხრა აქედან ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს გურულებს, რომ არ შეეშინდეთ, ყველასთან მივალთ აუცილებლად, ყველას ხმას მივაწვდენთ. ფაქტობრივად კონტაქტზე რო ავყავდეს ესეთი ადამიანი, ფაქტობრივად არ არის, შემიძლია ვთქვათ, ინციდენტებზე რეაგირება არის ძალიან დიდი პრიორიტეტი ჩვენთვის. ვცდილობთ, რომ როგორც 112 შემოსულ ინციდენტებზე, ასევე მუნიციპალიტეტში განხორციელებული ზარი იქნება, ეს თუ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაზუსტებული, არ არის დაზუსტებული, ჯგუფები მაინც გადიან. რა ტიპის ინციდენტებზე შემოდის ეს შეტყობინებები, ანუ რა იკვეთება აუცილებელ საჭიროებად ამ შეტყობინებებიდან გამომდინარე, ბატონო ლევან? ვინაიდან ელექტროენერგია იყო გათიშული ხშირ შემთხვევაში, ანუ ამ არის იგივე თქვა საკვების ნაწილი, მაგალითად შეიძლება იყოს მოხუცები ცხოვრობდნენ, მათ ყურადღების მიქცევა ჭირდება, შეიძლება მედიკამენტის მიწოდება იყოს, ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის, თუმცა ჩვენი სამაშველო სამსახურები, ჩვენი სამხედროები, რომლებიც დამერწმუნეთ საოცარ რაღაცებს აკეთებენ, ესეთი რაღაცა არც მეგონა ადამიანს თუ შეეძლო, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მუშაობენ, ზოგან ფეხით მიდიან, ამ შესაბამის სამთო ბრიგადები არის ამაში ჩართული და ძალიან პროფესიონალურად აკეთებენ საკუთარ საქმეს და მადლობა მინდა მე მათ ამისთვის გადაუხადო, როგორც მეხანძრე მაშველებს, ასევე ჩვენს სამხედროებს. ის ზოგან მიდიან ბურანები, ზოგან ფეხით მიდიან, თუმცა ტექნიკის ნაწილშიც, იგივე ორხიდიანი, სამხიდიანი მანქანების ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურად გვაქვს რესურსი მობილიზებული, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ დღესდილას ჩამოვიდა 10,000 ეგრეთ წოდებული ამანათი, რომელიც არის დატვირთული პირველადი მოხმარების საგნებით, პროდუქტებით, ჰიგიენური ნივთებით მათ შორის და მოგეთ ყველანაირად ვცდილობთ, რომ არავინ არ დაგვრჩეს უყურადღებოთ, ყველა ინციდენტზე უპასუხოთ ოპერატიულად
და ვფიქრობთ, რომ თუ კი ესე გაგრძელდა და თქვათ ამინდი არ შეიცვალა, კიდევ უფრო კარგი პროგრესი გვექნება და საბოლოო ჯამში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები საკმაოდ წარმატებული იქნება. ბატონ ლევან, თქვენ აღნიშნეთ საუბრის დასაწყისში, გურიაზე საუბრისას, რომ ძირითადი მაგისტრალები სრულად არის გაწმენდილი. შეიძლება თუ არა იგივე ვთქვათ იმერეთზე და ვთქვათ აი ამ დითოლობით დაზარალებულ სხვა რეგიონებზეც, იმიტომ რომ მაგალითად გუშინ დღის ბოლოს იმერეთში რჩებოდა კიდევ რამდენიმე სოფელი, ისეთი სადაც იდგა ისევ საჭიროება მიღწევის და გზის გაწმენდის. აი ახლა რა მდგომარეობა? კი, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. ცენტრალურ მაგისტრალებს რაც შეეხება, იქ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს და იქ ფაქტობრივად პრობლემა არ გვაქვს. თქვენ ალბათ გულისხმობთ შიდა საუბნო გზებს, სოფლამდე მისასვლელ გზებს, სადაც არის ადგილები, სადაც რჩება პრობლემა, თუმცა ყველგან მიდის აქტიურად მუშაობა. მთავარი არის, რომ ამინდმა ხელი შეგვიწყოს, რესურსი მობილიზებულია იმერეთში, როგორც ის ასევე სამხედრო ძალების გვეხმარებიან, აქტიურად ეხმარებიან მუნიციპალიტეტს და შესაბამისად ეფექტურად და ოპერატიულად ხდება ამ პროცესების მართვა. კი ბატონო, ალბათ ჯერ ნაადრევი ამაზე საუბარი, მაგრამ თუ აქვს გაანგარიშებული შტაბს, დაახლოებით რა მოცულობის ზარალზე შეიძლება იყოს საუბარი? როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე იმიტომ რომ ხო, სკოლების ნაწილზეც ვიცით, რომ რამდენიმე ასეულ სკოლაშია შეჩერებული სწავლა და აქაც უნდა ჩატარდეს მონიტორინგი იმის დასაზუსტებლად, ხომ არ დაზიანდა ინფრასტრუქტურა, რომ შემდეგ უსაფრთხო იყოს ფუნქციონირება. მაგასთან პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ეხლა ამ წუთას ზარალის დათვლაზე საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები. შესაბამისად, როდესაც ეს დასრულდება, ამის შემდეგ რასაკვირველია, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება შესაბამისი კომისიები, რომლებიც აღწერენ ამ ზარალს და შემდგომ რასაკვირველია იქ გადაწყდება კომპენსირების, ზარალის ანაზღაურების და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურული საკითხები. ეხლა ძალიან სიღრმეებში რომ არ შევიდეთ, თუმცა ეს ჯერ ძალიან ნაადრევი არის. რაც შეეხება სკოლებს, მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო მონიტორინგი, უშუალოდ სადაც შესაძლებელი არის, რომ მივიდნენ ფიზიკურად შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ამოწმებენ სკოლის უსაფრთხოებას და ჯანდაცვამისთვის ამისთვის სპეციალური ჯგუფები დაიქირავა. არ ვიცი ჩემს უკან თუ ჩანს კადრში, თუმცა აქ არის ახლოს სკოლა, რომელზეც ეს უნდა ჩანდეს, რომელზეც ეს მონიტორინგი უკვე განხორციელდა და ეს აქტიურად გრძელდება. კი ბატონო, ასევე მინდა კითხოთ გასაგები შეიძლება ჯერ ამაზეც ადრე იყოს საუბარი როგორც ზარალის მოცულობაზე, მაგრამ ეს არის ალბათ გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ ასეთი დითოლობა როგორც წესი გაზაფხულზე წარმოქმნის ხოლმე შემდეგ სხვა ბუნებრივ პროცესებს იწვევს, იქნება ეს წყალმოვარდნები, მეწყრული პროცესები და ახლა დითოლობით დაზარალებული სოფლების დიდი ნაწილი არის მაღალმთიანი და მაგალითად აჭარის მაღალმთიან სოფლებში ისედაც არის ხოლმე ეს სოფლები მეწყრულ ზონებში. აქვს თუ არა დაწყებული მუშაობა საკოორდინაციო შტაბს სახელმწიფოს იმისათვის, რომ აი ასეთი დითოლობის შემდეგ მოხდეს პროცესების მოსალოდნელი განვითარების პრევენცია? რასაკვირველია, მე აქტიური კონტაქტი მაქვს პირადად აი ეხლაც რამდენიმე წუთის უკან გამომიგზავნეს შესაბამისი კვლევა გურის რეგიონთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, სად არის ის საშიში ზონები, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ გამოსული არის უკვე გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც არის აღჭურვილი შესაბამისი აღჭურვილობი დრონებით და ასე შემდეგ, რომლებიც ასევე ნახავენ იმ სახიფათო ზონებს, სადაც შეიძლება რაღაცეები წარმოიშვას, იმიტომ რომ რასაკვირველია, ეს თოვლი დადნება შესაძლებელია გაჩნდეს საფრთხე, შესაბამისად გარემოს ეროვნული სააგენტო, საკოორდინაციო შტაბი მუდმივ კოორდინაციაში ვართ და ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს რასაკვირველია მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის